მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო. მოდი დღეს ვნახოთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ვნახოთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ეცოთი ასე დავიწყოთ. ახლა ურთიერთობის მთავარი მდგომარეობა არის, რომ ურთიერთობაში არის ახლა ცოტათი დაძაბულობა. შეიძლება ადამიანები თქვენ ამ მდგომარეობიდან საკუთარ თავში პოულობთ და გინდათ იპოვოთ ძალა, რომ ეს ურთიერთობა გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, ამ დაძაბულობიდან. ურთიერთობაში ვერ ვიტყვი, რომ არის გაჩერება და დასრულებული, არა, მაგრამ აქ არის აშკარად ურთიერთობა დაძაბული და მიდის ურთიერთობა ნელა ვითარდება, არ არის რაღაც სიახლეები, შეიძლება იმიტომაც არის დაძაბულობა, რომ ურთიერთობაში პარტნიორს არ შემოაქვს სიახლეები და არ აკეთებს, არ სდგავს ისეთ ნაბიჯებს, რაც მაგალითად თქვენ გინდათ ამ ურთიერთობიდან. მინდა ვთქვა, რომ ხართ როგორ ვთქვათ, იცი, საკუთარ თავში გსურთ იპოვოთ ძალა და ეს ურთიერთობა რაღაცნაირად წაიყვანოთ წინ. ან კიდევ არის, რომ ამ მდგომარეობის და მიუხედავად თქვენ საკუთარ თავში პოულობთ ძალას, რომ ეს ამ ურთიერთობაში შეინარჩუნოთ მშვიდობა და არ გადავიდეს კონფლიქტზე. მაშასე თუ ხართ ახლა თქვენ ასეთ მდგომარეობაში, ნახოთ ახლა მისი ფიქრები და თქვენ წარმოიდგინეთ მისი ფიქრები, ნახეთ თქვით, რომ აქ არის შეიძლება გაჩერებული ადამიანი, არ მოქმედებს ისე და აქედან გამომდინარე არის ეს დაძაბულობა. მისი ფიქრები სხვათა შორის შეეხება მოქმედებას, მას სურს მოქმედება და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ იცი როგორ არის, ნახე როგორ არის, აქ არის ამოვიდა ხმლების რაინდში, სურს, მოიფიქრებს, რომ აი ახლა გავაკეთებ, გადავიყვან ახალ ეტაპზე, გადავალთ რაღაცას მოვიმოქმედებ, მაგრამ ისევ ენერგიის შეჩერება, რაღაცა ხელს უშლის, ვერ ვთქვათ, ვერ სდგავს და ვერ მოქმედებს. აქ არის როგორც იმპულსი, ასევე გაჩერება, რომ თქვა, რომ მისი ფიქრები არ შეეხება ქმედებას, აქ არ არის ესე, მას სურს ქმედება, მას სურს მოქმედება, მის ფიქრებში ჩანს ეს, მაგრამ რატომღაც ისევ მერე ჩერდება. შეიძლება აქ იყოს რაღაცა მდგომარეობა, რომელიც აჩერებს და არ ადგმევინებს მაგალითად ამ ნაბიჯს. გრძნობას რაც შეეხება, ის თქვენს მიმართ ნამდვილად არის გრძნობებში. ის არის და აქვს თქვენს მიმართ გრძნობები. გრძნობები სერიოზული, ასე ვთქვათ, ეს არ არის
გულწრფელი თქვენს მიმართ აქვს გულწრფელი გრძნობები. ნახე, აქაც ისა მოგვიდა. მას აქვს თქვენს მიმართ გრძნობა, გულწრფელი გრძნობა, მაგრამ როგორ თქვა, არ არის მოქმედება, არ მოქმედებს. მოქმედება გრძნობები კი აქვს. ნახეთ, აი გრძნობებს რაც შეეხება, ჩემო ძვირფასებო, ახაც ამოვიდა, რომ რაღაც წყენა არის თქვენ შორის, რაც თავიდან ენერგიებში ამოვიდა, მთავარ ენერგიებში, რაღაც წყენა მოხდა თქვენ შორის. მას სურს ამ წყენის დავიწყება, მიტოვება და უკვე ურთიერთობაში ახალი ეტაპის შემოტანა, ახალ ეტაპზე გადასვლა, კი, სურს რომ ურთიერთობაში გადავიდეს ახალ ეტაპზე და ურთიერთობა წაიყვანოს ახალი მიმართულებით და ნახეთ, კი, მოქმედებაშიც ეს ასე ჩანს, მის მოქმედებაში ჩანს ასე, რომ თუ იყო ურთიერთობა გაჩერებული, ურთიერთობა იყო უბრალოდ შეჩერებული, აქ არ არის ვთქვათ ურთიერთობა, სადაც წასულია პარტნიორი. აქ არის უბრალოდ ურთიერთობა შეჩერებული, დგას ერთ ადგილზე და ურთიერთობა ვითარდება ნელა, მაგრამ მოქმედება არის მისი სწრაფი და ის უკვე დაიწყებს სწრაფ მოქმედებას და სწრაფ ნაბიჯებს ურთიერთობის უფრო წინ წასაყვანად. სხვათა შორის ნახეთ, იცით რა არის, არ ვიცი რატომ, რა ხდება მის თავს, მასთან ხდება რაღაც, რაც ხელს უშლის, აი ნახე, მას სურს, გითხარით, მოქმედება, ფიქრებშიც არის, რომ სურს მოქმედება, მაგრამ რაღაცა კონფლიქტები აქვს საკუთარ თავთან, ან შეიძლება სხვა ადამიანებთან ამ ურთიერთობის გამო, სადაც იცავს ამ ურთიერთობაში თავის საზღვრებს. ამიტომ მისი ფიქრებიდან, მოქმედებიდან გამომდინარე, ვხედავ, რომ მას სურს მოქმედება და ურთიერთობის ახალ ეტაპზე წაყვანა და ურთიერთობის უფრო წინ წასვლა, მაგრამ არის რაღაც დაბრკოლება, რაც ძალიან უშლის ხელს და არის მოლოდინის რეჟიმში, ელოდება, როდის თქვათ მოაგვარებს ამ დაბრკოლებას, ამ მდგომარეობას, რათა მოვიდეს თქვენამდე, უკაცრავად თქვენამდე, რათა ურთიერთობა წაიყვანოს უფრო წინ. შეიძლება, კი, აი ნახეთ, იცით რა არის, მას აქვს კონფლიქტები, აქვს საკუთარ თავთან რაღაც შიშები, რაც აი ეს შიშებიდან გამომდინარე შეიძლება თვითონ იქმნის დაბრკოლებებს და ვერ მოქმედებს. რაღაცა შიშები აქვს კი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. რა არის ეს შიშები, სადაც აი სურს რაღაცა გამოღვიძება, გამოცოცხლება, ახლის დანახვა და ახალ ეტაპზე გადაყვანა ურთიერთობის, სადაც თავს ძალიან ბედნიერად და კარგად იგრძნობთ. კი, აი სულ ამოვიდა, რომ მას სურს ნამდვილად ურთიერთობაში წინსვლა. შიშები მანახე, იცით რა, ის შიში შეიძლება არ უნდა ვთქვათ ურთიერთობა გადაიყვანოს სერიოზულ ეტაპზე, ურთიერთობაში აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, შეიძლება ამის შიშებიც აქვს. იმიტომ რომ მას ეშინია ურთიერთობაში პასუხისმგებლობის აღება.